გამარჯობა, გილოცავთ ახალ წელს, ყველას იმედია ეს წელი იქნება ხვავიან, ბარაქიანი და ესეთივე ობიექტური, როგორც ეს ჩემი გადაცემა, რომელსაც ქვია ჭინჭყლობა. რა წელი დაღუპა. ჭინჭყლობანა. ჭინჭყლობანა არის ყველაზე ობიექტური game show, სადაც მე ვაკეთებ ყველაფერს, რომ ობიექტურობა აღვადგინო. ამას იმისთვის კევ ჭინჭყლობ, რომ მე რაღაცა ინტერესი მაქვს. არა, ობიექტურობისთვის, სამართლიანობისთვის. რა თვალებით მიყურებ? ამაში რამე ქულა მომემატება? რა თქმა უნდა. ყველაფერი სადღაც მოგემატება. ასე მაშინ ჯობი არ ვარ. თამაში შედგება 3 რაუნდისგან. რაუნდისგან. პირველ რაუნდში არის 4 ტური, მეორეში 3, მესამეში 3. ბოდიშის ტური ავიწყდება ხოლმე. პირველი უსარგებლო სტატისტიკა. სოფელში წავიყვანთ და კარგად გახდება. გუნდის სახელები არ გაიგე. ხო შემეძლო ეგრო მეორე რაუნდში მიკითხა. რას კარგავს მაყურებელი არაფერს. გადაცემის ბოლოს. ეს იქნება კულმინაცია. რა ერქვა კრეტა? სანამ დავიშვები. რა ერქვა? ვინ იყო სტუმარი? ბოლოს იძახი. ეს გოგო მეცნობა ვინ არის? ხო და მე ტიტრები იქნება. მე კიდე ეჭვი არ მეპარება რომ მარიამს იცნობდა ყველა, მაგრამ რახან თქვენ ეჭვი გეპარებათ რომ ჩვენი მაყურებელი ვერ იცნობს მარიამ, მაშინ წარმოგიდგეთ რომ ჩვენი სტუმარია მარიამ როინიშვილი. გაიხარე პირველად ხარ ესეთ გაუგებრობაში. ძალიან მიხარია რომ ესეთ გაუგებრობაში მოვხვდი სიმართლე რომ კითხე, იმიტომ რომ გიждები თამაშებზე, ძალიან აზარტული ვარ, სახეს ვკარგავ და აი ასე შემდეგ და რა ვიცი, არ ველოდები. კარგია, წელს რომ ესეთი ობიექტური თამაში დაიწყებ, სულ სიმართლის გზაზე იგი. რა ქვია თქვენ გუნდს? ჩვენ გუნდს შევუშვიათ ესეთი სახელი, რადგან მარიამის და ჩემი შვილი ერთად იყვნენ სერიალში, კლასელები იყვნენ. ჩვენ გუნდს დავარქვით მშობელთა კრება. მშობელთა კრება. მშვენიერი სახელია. კარგი სახელი. თქვენ ჯერ აღნიშნავ რომ გაუმჯობესებული გაქვთ მეხსიერე. რატო? აი მარიამი რო თქვი დაწმუნებული არ ვარ რომ მარიამ სანოგო ან რაღაცა. ეხლა რატო გამოვართვი იმათ ფლომასტერი ამოვიწერე. ეწერა და დაავიწყდა. მარიამ უარესად არის საქმე. ეწერა და თქმა დაავიწყდა. წელი მოემატა. თქვენი სახელი სხვა შორის მინდა გითხრათ რომ ის რაღაცა პლუსები რაც გაბათილდა. განულდა. სიტყვა გეხურა ის სკუდი. აიძე მომაკ ეს ალია. რატომ მე შეგაქეთ რომ გაუმჯობესებული გაქვთ? და ის რითი დამთავრდა ეს ჩემი შექება მოყურებელმა ნახა. თქვენი გუნდის სახელი? თუ გახსოვთ ჩვენი წყვილის თავგადასავალი, ჩვენ ვიყავით სამთოქიმიასთან არსებული გუნდი, რაღაც ვიყავით. მე ელმავალ შემკეთებელ დიდი ქარხნის გუნდის შემკეთებლები ვიყავ. ეხლა ვართ ბაქტერიოფაგი. არა მოფერებით ფაგი შეგიძლიათ. არა და იქით მიდიოდით გდანისკენ და უცებ საფურთელოსკენ. საცობი დაგვხდა და ბაქტერიოფაგი. ბაქტერიოფაგი და მშობელთა კრება. ბაქტერიოფაგი. მაგარი ახალწლო გადაცემა. მაგრა იწყება წელი. ამ შვენიერი სახელებით და წესებით შევდივართ ახალ წელში. პირველი ტური უსარგებლო სტატისტიკის, უსარგებლო სტატისტიკა ეს არის შეჯიბრება ინფორმაციაში, რომელსაც ვერსად გარდა ამ გადაცემისა ვერ გამოიყენებ. პირველი კითხვა, საშუალოდ რამდენი საშობაო ფილმი გამოდის ყოველწლიურად მსოფლიოში? რამდენი ფილმი გამოდის? უნდა დაწეროთ ქაღალდზე და მე ინდური ფილმები არ ითვლება, ხო? სოფლიოში, სოფლიო ინდოეთი თუ გონია რომ ცალკე პლანეტა არ ჩათვალე. საშობაო ფილმი. გამოდის ახალი ფილმი, ხო? ახალი საშობაო ფილმი. ყოველ წელს. მსოფლიო კინემატოგრაფი რამდენ საშობაო ფილმს აწარმოებს წელიწადში? ზოგი ცუდია, ზოგი კარგია, ზოგი აჰა. ერთი გუნდი მზად არის, მეორეც. მეორე გუნდი 1 2 და 3. გაიმარჯვა მშობელთა კრებამ, იმიტომ რომ სოფლიოში დაახლოებით 200 საშობაო ფილმი ეს მაინც გაიმარჯვა მშობელთა. არაფერი არ შეიცვალა.
ჯიგარი. აჰა. გადმოწია ახლა ეს ერთ ქულა. შენ ახლა აქ ზიხარ და 200 ფილმში ფაქტურად ვერ იღებ მონაწილეობას. შობა ახალი წელი არ იგულისხმებოდა? არა. მეორე ტური და ასევე საინტერესო, მაგრამ აბსოლუტურად გამოუყენებელი ინფორმაცია. ადამიანების რა ნაწილი, ანუ რამდენი პროცენტი მოსახლეობის ყიდულობს საჩუქრებს შობის წინ ბოლო კვირაში. ანუ ბოლო კვირა. სოფლიო მასშტაბით არის ეს კითხვა? კი, სოფლიო, რა თქმა უნდა. მე არ ვარ დაბალი მასშტაბი. პროცენტულად რა ნაწილია? ხო, აი 20% ყიდულობს და უშუალოდ. 20%-ია საერთოდ ქრისტიან შობას ვინც აღიარებს. არა. ახალ წელზეა. ვინც ყიდულობს საჩუქარს, იმათგან რამდენი პროცენტი ყიდულობს ბოლო კვირაში. რა მიდის ჩვენი? არც არაფერი. იქო უნდა გეკნა. ჯიგრებო პროცენტი. არ უნდა პროცენტი, რამდენი პროცენტი უკითხა. 1, 2 და 3. 91. უბრალოდ ძიმეჩა. ხო, ის. გავგი. არა, ეს არის მთელი ტაქტიკა. ქაღალდის ეკონომიის. აი, სხვათა შორის იგივე ქაღალდია. ჩვენ ეგრე აქ თავიდან აგდეთ, მე მივხვდი ერთი. სწორი პასუხია 40%, ანუ გაიმარჯვა ბაქტერიოფაგმა. ბაქტერიოფაგმა. წესით რაღაცა უნდა იყოს. ბაქტერიოფაგმა. რაღაცა ითხოვს. ესეთი ხო. შეძახი. მესამე ტური ძალიან საინტერესო შეკითხვით. ადამიანების რა ნაწილი, ანუ რამდენი პროცენტი იწყებს დიეტას ახალი წლის პირველივე კვირას? რამდენი წარმატებულიას არ კითხულობ. ხო, ეგრეა, რომ მე მაგალითად ყოველ ახალ წელს ვიმატებ რაღაცა პროცენტით. ანუ ახალ წელს ვარ ღვევ, აი ესეთი ო! ამბავი. აუ ახალ წელს ვარ ღვევ და აი ახალი წლის მერე ბევრი იწყებს დიეტას, ანუ მაგალითად. ჩვენ მზადვართ რამე პლუსები არ არის? ნახე ეს ბურთელი ხო არ დაგმატა. ეგ არის წავიდა. 1, 2 და 3. 1, 2 და 3. 8%, 75%. ამჯერადაც გაიმარჯვა. კარგი, რა. იმიტომ რომ 22% ფაქტიურად. ანუ მე ჩემი თავიდან გამოვიდა. მე 5-დი, აი ჩვენ ხო 5-ნი ვართ. მე დავიწყებ დიეტას. ახალწლის პირველივე კვირა. ხო, მეც საკუთარი გამოცდილებით. მართლა, ესე იგი ჩვენში ეს სტატისტიკა არ გამართლდა. საჩუქრებში ჩვენი მითივი ვიმსჯელეთ. ბოლო დღეს რო ყიდულობ. ხო და ძალიან ვიწროთ ფიქრობ, სოფლიოზე გადით, ხო. ვიწროთ ფიქრობენ ისე. ბაქტერიოფაგი დაიწერეთ ქულა. ჩემი შვილია. დავიწერეთ. მეოთხე ტური უსარგებლო სტატისტიკის ყველაზე მხიარული და დადებითი. დაახლოებით რამდენი ბავშვი იბადება შობა დღეს სოფლიოში? აუ, აღარ. ინდოეთიც ითვლება სოფლიოში. ჩინეთიც ითვლება. გამომათვლევინე. გამომათვლევია. ესე იგი ანზორის ის ელოდებოდა, ის ელოდებოდა. ერთ დღეს, ხო? ერთ დღეს, შობა დღეს. სიმბოლურია შობა დღეს რა იბადო რაღაცა სიხარული ტაში ტუში. წესით მშობელთა კრებამ უნდა იცოდეს ისეთი სახელი. არა, ჩვენ უფრო სკოლის ასაკი. ხო და 7 წლით ადრე გადაითვალე. ბატონო წაყვანე. რამდენი 1000? კალკულატორი რო გამოვიყენოთ შეიძლება? შეიძლება. აუ, კარგი, ნახე ესენი რაღაცა. დაიცადე ერთი წამ. დამანახე მართლა კალკულატორს. იყენებ თუ Google-ს? არა, მიდი. აჰა. რა საკითხია? ამან იცის წელიწადში რამდენი ბავშვი იბადება და ის უნდა გაყოს 365-ზე. არის ლოგიკა. ლოგიკა რო კითხვის ლოგიკა რამდენი იბადება, რატო უნდა იცოდე? თუ ჩემი მეწყვილია რა. რატო უნდა იცოდე თუ ყველგან არ დადიხარ მისალოცად? ხო. დაწერე. ეს წავშალო ვინმე არ მინახოს მე. მოდი ისა ცოტა არ არის. მაშინ საფას. ან თუ გასროლა ბოლომდე იყოს. ხო.
თანამედროვე. რამდენი 1000-იო გითხრა და რამდენი 1000 ხო? თანამედროვე. ანუ შეგიძლიათ 3 0 აღარ მიუწეროთ. 1 2 3 გვაჩვენეთ თქვენი პასუხები. 220,000? 200,000 კი ვფიქრობდი ისე. მაგრამ იმან დამაბნია 3 0 არ მიუწეროთ და რაღაცეები. ხო და 3 0 არ მიუწეროთ. როგორ დაგაბნევდა ფიზიკოსი კაცი ხარ, სწორი პასუხია 385,000. სადმე? აუ რატო აი უნდა დაგვეცა. აი ეგ. აი 385,000 ბავშვი საშუალოდ იბადება ერთ დღეში კაცო. ერთ დღეში ხო. მაშინელება გჭირს ხახნო გეუბნებით მე რომ თქვენ. გამწარებს ახლა. და ჯამში გამოდის 140 მილიონი თან წელიწადში. ქართველები კი არ არის. ეგ იცოდი? მე ვიცოდი 20 წლის წინანდელი სტატისტიკა უფრო ეხლა 28. გაზრდილია. ერთი მექსიკით იზრდება დედამიწა ყოველ წელს და მექსიკა მაშინ იყო სადღაც 70 მილიონი. აი, კი ეკუთვნის. დასრულდა პირველი რაუნდი. გადავედით მეორე რაუნდზე, მეორე რაუნდია Google-ის ქართულები. ხო, აი ამაში მაგარი ხარ. Google-ის ქართულები. ნახე. ტექნოლოგიას გაგაცნობ. მაგარი იყო, მე დაგებინეთ. ხელოვნური ინტელექტი მეუბნება პოპულარულ სიმღერებს, მე ამ პოპულარული სიმღერების ტექსტებს ვათარგმნიებ Google-ს და თქვენ ამითი უნდა გამოიცნოთ სიმღერა. ანუ იქ ხელოვნური ინტელექტი ეუბნება, ათარგმნებს ხოლმე და ჩვენ ვიცნობ თვითონ არაფერს არ აქვს. მე არაფერს. პირველი სიმღერა. მოკლედ არის სამი მინიშნება: ტექსტი, მერე ტექსტი ან მისამღერი, მერე შემსრულებელი და მერე თუ ვერ გამოიცნობთ, უკვე თქვენ სახელზე არის მოქმედებს კარგად. გაუმართლა რომ ასე შორს დაიბადე. ორივე შეგვეძლო დისტანციის დაცინვა. გამიმართლა რომ მიყვარს უცხო მიწა. დაცინვა თუ დაცვა? დაცვა. არა, Google-მა ესე გადაუთარგმნა ეს. დაცინვა წერია. ესე იგი ეგრე, მე copy paste-ით, მე ერთ 100-საც აქვს. ეგ არ სულ ფიქრობ ეს Ctrl-V 2, ორი კლავიში რა ამბავია. შენი არსებობის იღბლიანი ფაქტი. აქ ზარი არ გვინდოდა? კი. არა. დაავიწყო თავის გადაცემაში ნაწესები. არა. პირველად გაქვთ პასუხის გაცემის უფლება თქვენ. ვა. იმათ ისეაც უპირატესობა. არა, წინაზეც არ მქონდა, ეს არ მიყვარს. არა უპირატესობა, ქართული, გამართული ქართულითაც ასე. საშობაო სიმღერის ყველაზე ცნობილი შემსრულებლის შვილი გვეთამაშება და როგორ არა აქვს უპირატესობა. ის რომ ღერო და მაშ Google კი არის. ეგეც მართა. მოდი. დედა უნდა მოგვეყვა. აი ზუსტად სწორი ხარ. არ არის სახალხო სიმღერა. არ არის? არა. დამთავრდა უპირატესობა. სახალხო სიმღერებზე უარი თქვი, იმიტომ რომ ჩემმა მეგობარმა მთხოვა რომ სახალხო სიმღერები მე მინდა რომ გავაკეთო და არც ერთ სახალხო სიმღერა არ შემიტანია ჩემმა რეპერტუარში. მეგობარმა ჯორჯმა გეტყვით რომ ეს არის 90-იანი წლების ბოლო, 2000-იანების დასაწყისი და სამივე სიმღერა, რომელსაც შემოგთავაზებთ, არის ქალი შემსრულებლის მიერ შესრულებული ჰიტი. რამე რო თქვათ მოსულა? კი, რა თქმა ისე უნდა. რო თქვა თუ. კი, ისე. მაგალითად ვინი ხისტან? არა. უკვე არა. თან სიმღერა უნდა თქვან, ხო? ვიტნი ჰიუსტონი არა და სიმღერა უნდა ვთქვათ თან, ხო? ბოდიშ მე მოპატიეთ. სიმღერას ნუღა იტყვით, ნუღა იწვევთ. ვიტნი ჰიუსტონი უკვე არ არის. არა. ზოგადად მოგ შემდეგ. სიმღერა უნდა ითქვას. შეიძლება რომ შემსრულებელი დავასახელოთ? შემსრულებელი რო დაასახელოთ, შეიძლება ჩაგითვალოთ გააჩნია როგორ ხასიათზე ვიქნებ. ეხლა რახან ახალი წელია, კაი ხასიათზე და შეიძლება ჩაგითვალოთ. შეიძლება არც ჩაგითვალოთ. ეხლა ჩვენ ვიტყვით, იმათ ხო თქვეს? თქვენ თქვით ეხლა. არა, ეს ამაზე, მე შემდეგზე მე მეორე შემდეგზე გააქვერსი. არ მაქვს, მაგრამ ვიტყვი, ქალი შემსრულებელი. პინკი. არა. გადავედით მეორეზე, მისამღერი. ვიცი, კაი. ლე დო ლო ლე ლე ლო ლე ლე დო ლო ლე ლე. შაკირა. სწორია, მესამე იყო შაკირა და მეოთხე შაკირას whenever.
კი ბატონო. აი, ცოდნე რო იქნება ადამიანი. დაიწერეთ ერთი ქულა. რანაირი მინიშნებით ხარ? ლედოლე. რაღაცა თუ არ იქნა ისეთი კუპლეტი, ვერაფერს ვერ გამოიცნობ და მაყურებელი იტყვის, რატომ მოყარა ეს უვიცებიო. ჩემ შოუს ჩრდილი და მაგას იტყვის. თვითონ კი არ იტყვის რა დებილობას აკეთებს რა თარგმნი. ესენი რატომ მოყარა? რა ვქნა, მე აქ არაფერს არ ვწყვეტ. ხელოვნური ინტელექტი მეუბნება სიმღერებს, Google-ი თარგმნის. მე ვარ პატარა კაცი. ხელოვნური ინტელექტი შენ თუ არ კითხავ, ის არ მოვა და არ შემოგთავაზებს. ამასთან შეიძლება მოდი. დათო, ისა ჩაწერა და ნახე აბა. ისე მაგ დაყენებული საქმე. დათო. შემდეგი ისე ღრმად ვუყურებ შენ თვალებში, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გეხები. არა. როცა წახვალ გევედრები არ წახვიდე, დაუძახე შენ სახელს ორჯერ, სამჯერ ზედიზე. აუდიტიზიოლო კაცები მღერია. ხო, კაცები მღერია, ხო. მანდილოსანი 2000-იანი წლების ეხლა ჩვენი ის არის პასუხი. ეხლა თქვენი პასუხი არა. მერაია კერი. არ არის სწორი. არა უშავს. საერთოდ არაფერს აღარ მეკითხება. იმას ვკითხულებ მე რაია კერი, რა მე რაია კერი, დაფიქრდი. კითხე, იქნებ ვიცი. არა, არ ვიცი, მაგრამ კითხე მაინც. ღრმად ვიცი. აბა, თქვენ რა სიტყვით? დი. აუ, ინიორა ისე. ყველა სიმღერაშია. ყველა სიმღერაში. ყველა თითქოს ოფთალმოლოგები წერენ ამ სიმღერის და ყველა სიმღერაშია. ერთი წამით რა გოგონა მღერის. ჯერზე. აუ, ვიცი. touch you. აი touch down. თქვენ არ გაქვთ ვერსია? არა. რაკენი? ამ შემთხვევაში თუ თქვენ არ გინდათ მეორე დახმარება, რამე ქულა არის? კიდე ერთ ქულას გავრისკოთ? მოგცემ. კი. გავრისკოთ? არა მოკლედ. აბა. რისკავთ ჩვენ და გვინდა რომ ორი ქულა მოვიპოვოთ. სელენდიონი. არა. არავით არის სელენდიონი. კარგია. სულა გადმოვიდა თქვენთან და მის ამღერი არ ესეთი. შენია. ახლა ასე გიჟად გამოვიყურები. შენი სიყვარული ახლა ასე გიჟურად გამოვიყურები. შენი შეხება ახლა ასე გიჟად გამოვიყურები. აქედან უნდა მიხვდეთ. I'm gonna crazy now რაღაც ეგეთია? არა. ის არის. არ თქვა იმათ ჯერია ჯერ. ხო. ვიხვდით. ისინი მიხვდნენ. ესე გონია. შეგვიძლია რა ვთქვათ? არ ვიცი. სიმღერასაც რა ვთქვათ? ჩვენ შეგვიძლია რა ვთქვათ? არა, ორი წამი. ერთი ჩვენ წამი. ვიტყვით რა. მიდი, თქვი, ხო, გევედრები. არ გინდა პირველ ასოს გეტყვი მომღერლის გვარის, არა, კარგი. არა, ეგ არ გამოვა ბოლო მართალი არ გამოვა. ბოლო ასოს გეტყვი მომღერლის გვარის. პირველი ასოც ყველა გამოიცნობს, ბოლო ასო. არა. მიდი, აბა გამოიცან ბოლო ასოთი. ბიონსე. ოჩო, ეგ არის. როგორ გამოიცანი, ბიჭო? აბა სიმღერით ვერ გამოიცანი. სხვა რომელი თავდება ეზე? ვიტნი ჰიუსტონი? ყველაზე მარტივი მინიშნება მომცა. მამალაძე. რატო? მამალაძე. ზეზე ყველა არ არის. ეგ არის ბიუსე, ხო? გაცილებით რა ზეზე რა ტექსტია? Crazy right now. crazy. ხოლო ვიცოდით. მართალია შეცდომით ვიცოდით გვარი, მაგრამ ხო ვიცოდით. იცოდით, მაგრამ ნუ დაგასწროთ ახლა და ვერაფერს. ბიონსე და სიმღერას ქვია Crazy in Love. ჩვენ სიმღერა გამოვიცანით, ოღონდ დავასკვენით, რომ ჯენიფერ ლოპესი მართლა. ჯიგრები ხარ. და ერო თქვა, გაგვიკვირდა და გაგვიხარდა. მე რომ გამოიცანი, მე უკვე. სახელი ქონდა წაშლილი. ეზე ხო? ეზე. ეხლა თქვენ იწყებთ მესამე სიმღერა. ეს არ არის? კი, ეგ არის. მესამე სიმღერა. რაც არ უნდა ვეცადო, შენ გვერდით მიბიძგებ და მე არ შემიძლია გარღვევა. რა სიმღერა? გარღვევა როგორ არის ინგლისურად? ეს ხო არ გახსოვს. შენ საუბარი არ არის. დრიბლინგი. ძალიან სამწუხაროა, რომ მიდიხარ ამის დასაჭერებლად დროს სჭირდება. მიბიძგებ და გარღვევა რო ვიცოდე ინგლისურად. აი, საერთოდ დავითხოვე. საერთოდ როგორ არის? იცი, აი აქ ხო არის ეს სიმღერა, აი აქა ვარ.
რა არიცი მისამღერით იმ წუთშივე მიხვდებით. ხოდა გადავიდეთ მისამღერით. არა, მაშინ ორივე გუნდი უნდა დამთანხმდეთ ისევ არ დამთანხმდებით. არა, ჩვენ სანამ არ გვეტყვი რა გვარზე თავდება, გვაქვს ვერსია. გეტყვით. მიდი, გვაქვს. ხელმობიერია. დაიცა თქვენ გაქვთ ვერსია? არა, მიდი ჯერ ჯერ თქვენია, თქვენი ვერსია მაშინ? ბრიტნი სპირს. არა, გადავედით მეორეს. ეს საკაიფოთ. გადავსკუპდით. ვიცი რა არის. ჯერა სიყვარულის აუ, მე შემდეგ ვიცი. იყო. მე ვიცი. ტინა ტერნერი. არ არის თორე შენი ჯერია. არ არის. შერი. შერი. ბიჭო, არა და. გადაწყვიტა. ბიჭო, იმიტომ რომ ეგ შერი მეგონა ტინა ტერნერი. შერი მეგონა ტინა ტერნერი. როგორც ჩვენ ჯონიორ ლოპესი გვეუბნება. არა, სახეზე ეხა იმას ხედავდი. არა, ეხა აქედან გამოცნობადი იყო რა. ერთი ქულა დაიწერეთ და შერის believe არის ეს სიმღერა. მესამე ტური არის ქალაქობანა წყვილებში, ანუ 2-2-ზე გამომართვით. აუ ეს ის არის. გამომართვით. ყველაფერი შეგიძლია შიგ ჩაასწორო. შენი მოიტანო დაწერილი. ერთი წამით ეგეთი თამაშია. დრო გვაქვს? ანუ გამორიცხულია რომ აი დამ. სტოპზეა? სტოპზე არ არის. აბა. ეს არის შევსებაზე. ანუ ვინც მალე დაამთავრებს, ორივე რო სტოპზე? შეავსებ. არა. სანამ ყველაფერს ყველა შევავსებ. რო შეავსებ, რატო თამაში დამთამი? უკვე მეოთხე ჯერ თამაშობდა. ისე რომ ვისაუბრო. ისე თქვი ხოლმე. ასომგერა თქვი ჩვენ ვიტყვით ეს რაღაცა. არის ჩემი ბავშვობის ტრამვებიდან გამომდინარე თამაში, ანუ იმიტომ ეს თამაში გეიმ მე ვერასოდეს ვერ ვასწრებ გეიმ შოკია თერაპია. გათოცე. ვერასოდეს ვერ ვასწრებ შევსებას და სულ მინდოდა ისე თამაში მომეგონებია, სადაც დრო ესე ჩქარა არ ხო და შენ გავიდოდა თვითონ ვერ ვითამაშო. ხო და გათამაშებ. მე ვის ვეთამაშო, არავინ ვეთამაშება და თქვენ გათამაშებთ ამ წესებს. ვაი, შესაწყარო. რა ბუნებრივად აღმოხდა. ჯანილოს თამაში ხო არის რომ წამყვანი დაცინის მონაწილე. აქ წამდა მონაწილეები დაცინიან. ძალიან საკაიფო თამაშია. მოკლედ, ეს არის ქალაქობანა ოღონ პირობით. პირველი არის ქალაქი, ოღონდ არასაახალწლო, ეს ნიშნავს, რომ ქალაქი სადაც ახალ წელს არ წახვიდოდი ახალი წლის შესახვედრად. ხო, არის ეგეთი ქალაქები ჩამოგითვლი. და უნდა დამი მუზე ჩამოწა. არის. ვარნეული. მეორე საჩუქარი, ოღონდ უსარგებლო. უსარგებლო ვისთვის? შენთვის ვისაც აჩუქეს დავიდეთ. სიმღერა ოღონდ სუფრის კერძი ოღონდ საახალწლო სადღეგრძელო ოღონდ არააუცილებელი ძალიან დიდი ჭინჭყლობა გველოდება. არა. ეს თამაში არის აპოთეოზი სულელის აპოთეოზი. კაი, ბატონო. დაიწყეთ ასოს არჩევა ჯამი ხო ის არის, რაც ჯამია. ჯამი სხვა რამე ხო არა. კი, ჩემ შოუში მოვიფიქრე ხა ის ერთი ცალი ის უნდა შემოვიტანო რა ფილმი. რა სახელს დაარქმევდით ყველაზე საყვარელ ფილმს? მე მოიგეთ უკეთესი. ვინ იწყებს? ნუ გავერთობით რა. შენ დაიწყე კინდირი ამასაც არ აღარაკეთებ თქვენ. მეზარება თქვენ უთხარით წინებში თვითონ იზარდა ასოს და ეხა ეგეც ეს არის. თქვენ უთხარით სტოპ ბავშვობაში ამას აკეთებინებდნენ. სტოპ რა ვიცი. აი, ბანი ქვია. აი ხო, ესე კარგი. ბ ეხა ნახე როგორ არის ზოგ რაღაცაზე თუ ზოგ იმაზე თუ ვერ მოიფიქრეთ თქვით რომ всё გავჩერდი მე მეც ვეღარ ვავსებ და დაველოდებით მეორე როდის გაჩერდება ესე მორჩნენ ისინი აი მიყვარს პრიადოსნები დავიწყეთ ქალაქი ქალაქობანა კი არა, ეს არის მეგობრობის დღიური. აი თუ დაამატებ გახატე რამეს და მიხატე რა. დავიწყეთ ქალაქი ოღონდ არასაახალწლო ბოლნის. ბოლნისი ბეირუთი. ბეირუთი მაგარი ქალაქი. ბეირუთი უფრო კარგი იყო წელს ამიტომ იმათ ატიკულ. არა 10 დაიწერეთ აბარა. საჩუქარი ოღონდ უსარგებლო ბალახი. ჩვენ გვაქვს ბიკინი. ორივეს 0 ქულა რატო?
ვინ აქ არა, არ სულჩუქებია? იქ ვინმე უთხარი, არ სულჩუქებია გითხულობ, შენთვის გითხარი. ბალახი? ნახე სად მოგედავა? წეგან ამბობდა რომ კი. ვინ? ზაზამ. ხიარული ბალახი. ეხა შენ მითხარი. არა, ხიარული. თქვენ გაჩუქათ ვინმე ბიკინი გიორგი? ნამდვილად არა. არა, 0 ქულა დაიწერეთ თქვენ 15. რა ზასამ გეთქვა კი, აი რა მოხდებოდა. ხო, აი, ბოტერო ხარ და ვერ გამოვიყენე. ერთი წამი ხო უსარგებლო უნდა გეთქვა და პირიქით არ უნდა 15 ჩვენ და 0 იმას არ უნდა იყო. არა, მე გითხარი რომ თუ მომიყვები ფაქტს როცა ეს გაჩუქეს. ნებისმიერ ამას მე მაჩუქეს ბიკინი. 10 ქულა დაიწერეთ. 10 ქულა. ეს გიორგის არაჩუქეს თორე მე მაჩუქეს. ხო, პრინციპში გუნდია, ხო? ესეთი თამაში. 10 ხო? ოღონდ მოვიგო, ყველაფერზე ვარ წამო. ახლა უნდა წამოდგე. აი მაცვია. არა, მაგაში 0-ია. სიმღერა ოღონდ სუფრის. აბა ჯერ თქვენ. ჩვენ რამდენიმე სიმღერა გვაქვს. აბა ვიცი. ბაღი ბაღი ბაღნარია ბაღდადი. ჭრელ ბაღდადზე გავშლის. აღარ მაინტერესებს დანარჩენი. ბაღი ბაღნარია საქმე. შენ მოქვს ბადი ჩაყვები მე მტკვრის ნაპირებს. ბადი ჩაყვები მე მტკვრის ნაპირებს. ვითომ მოჯერა. ნახე, აქ ერთი იწყებოდა მისამღერით. 10 ქულა დაიწერეთ და მოდი გადავიდეთ შემდეგ. კერძი ოღონდ აი ეს მაინტერესებს. კერძი ოღონდ საახალწლო. რა, ბაჟი. ბაჟე. 5-5. ბადრიჯანი ნიგუზით დაწერე ეგ რა. არის 10-ს დაიწერე. სახში მაგას. რატო? ახალ წელს. მართლა? ბადრიჯანი. მაშინ დაიწერეთ 5. მივიკერძია, ხან სულ 5 დაიწერეთ. არა და შეგეძლოთ 10 დაგეწერათ. სადღეგრძელო ოღონდ არაუცილებელი. ბიცოლების დეიდების. არსებობს ეგეთი. ხო და არ არის აუცილებელი, მაგრამ ჩვენ სადაც მანდავარ ბიძების და ბიცოლების. ბიძების მე მგონი სად არის? რახან იყო გადაკვეთა ერთმანეთში 5-5 ქულა დაიწერე. კარგი. აი ხო გითხარი რომ შანსი არ არის ყაიმით არ დამთავრდა. 30-40. ეხლა თქვენი ჯერია. მეორე ტური არის უკვე არ დახარ დასწრებაზე. ჯვაიამაზე გააკეთე. ეხლა რო უყურე სუფრე დამთავრდება. ჯიგარ როგორ არა დაამთავრა. რატო მაჩერებ? რატო? რატო მაჩერებ? რა არის თქვი? ვ. ერთი წამი მეორე ტური დასწრებაზეა სტოპს ვინც დაიძახებს მეორე გუნდი უნდა გაჩერდეს. არ გინდა ციკეთე? სტოპ. ვა, თქვენ დამპლებო. ჩაიწერეთ 0-ები ბოლო ორში. აძმა. დავიწყეთ. ქალაქი ვორონეჟი. ვორონეჟი. ვანი. პოლისი თუ იყო? ვანაძორი შეგეძლოთ ვინმე ჩაგიწერა და არა, ვანაძორში. პატივი გეცა სამყვანის. ირიქის ვანაძორს ვერ ვაკადებ ეგეთის რა. 10 ქულა. ვორონეჟი რა მინდა ახლა. ჩემი ისე რა მინდა. ვორონეჟი. შემდეგი, საჩუქარი ოღონდ უსარგებლო. ისევ ჩვენ ვამბობთ? თუ წეღან ჩვენ. თქვენ თქვით. ვირთხა. რა? თვითონ გვიწერია. ჯიგრები ვარ. ო, ჩვენ თვითონ სარგებლოა. არა, რანაირად დაემთხვა თქო. არ ვიცი. ხო, აბა ვანტუს ხო არ ჩაწერდით ის. სასარგებლოა ვანტუზი. ჩვენი. სიმღერა ოღონდ სუფრის ვაი. რა სიმღერა? რაღაც სიმღერაში ხო არის. ვაი, ერთხელ არის სანას და მე აღარ მახსოვს უბრალოდ იყო. ვაი მახსოვს. ვუზე ხო არის? და მის სამღერი იწყება თან ეგ. ვერ მომედავა. ჩვენ უი დაგვეწერა. არა, ეხა მაგარი იქნება იმან ხო თქო არ მახსოვს და ამას რო ახსოვს. თავის გადაწყვეტა. ვაის გარდა არაფერი არ გასწავლ. არა. დაწუნებული ხარო სიმღერა. სად გაქვს გასვენებაზე ხო არა? ვაი ეს ვაი რაღაც ნარამ. ვაი არ მახსოვს. კი რაღაცა ქალი, ოხრა ქალი. არა, ორი გო. ეგ რა არის იცი ორი ქოთანი არა, ბევრში არის. ვაი ჟილიბილი დუაკოუშინა. არა, ეგეც არის ვაი, ეგეც არის, მაგრამ ნუ ჩვენ სხვა სიმღერა გვქონდა. კარგი იცი მოდი მიიღოს გადაწყვეტილება თქვენ ჩვენ გვაქვს ვაი ვეღარ ხედავ მზეს აჰა მაინც ვაით დაიწყეთ დაიწყეთ 10 ქულა დაიწერეთ სიმღერაში რომელიც მთლიანად გამართული ტექსტია ვაი 10 ქულა რა კარგია
რა სამართლიანი. მე ძალიან მაინტერესებს საახალწლო კერძი. ერთი წამი. ვინმე გაუღეთ რა მარიამ გიორგობიანია მოსული კარეთან მარია მოიცა დაურეკავს და ეტყვის რა ხა კაცს გამოუშვი ვერ გარიტა აუ როგორ ოლივიოს კერძი ოღონდ საახალწლო ჩვენ გვაქვს კლასიკა რა ვინიგრეტ და რა თქმა უნდა ვერ გაიხსენე თქვენ ვერ მივედი მაგრამ ეგარი მაგით იწყება ახალი წელი ამბობენ მე ძალიან ჩვენ არ პირველი მაგას ჭამს. სადღე გძელო ოღონდ არაუცილებელი ნული გვაქვს ვინც გაიაროს გამოიაროს კაი თვალით შემოგვხდა კარგია ერთი ქულა დაიწერეთ აუცილებელი მეორეც გქონდა კიდე ვისაც ჩვენი აშენებული არ მოსწონს ხოჭა კარგია დაიწერეთ ერთი ქულა ერთი ქულა რა ერთი ქულა დაიწერეთ და იქა იმაში. აქ იწერება ერთი ქულა მე მეგონა აქ და ბოლო ამას რო უყურე აი ძალიან ბოლო თამაში გვაქვს ორქულიანი და მიდი დაიწყეთ ჩამოყურა ჯერ არ უთხრა რა კი ბატონო შენ თქვი სუთავში რა გამთავრდა არ ვიცი ხზე სიმღერა როგორ უნდა მოიფიქროს მორჩა. აღარ არის კაი თავიდან მორჩაო და ეხა იქნება ეს არა ანბანი არის იმა რაღაცის მე ჯხჭ წს მე კაკაი ჭზე არ არის აია ჭო არ დავაჭო რა გავერთოთ რა ჭო არის მართლა ჭზე სტოპ ვა ერთად გადავკვეთ ფოტო ფინიშია ბატონო წამო დაიწყეთ ბოდიში მომითხოვია თქვენთან და ჭიათურა ასევე ხუთი ქულა. ჭიათურა ან ნოლები იქნებ კარგი ნოლები. ხო ნოლები ჭიათურა არ არის ქალაქი სადაც ახალ წელს არ გიხარია ჩასვლა ნოლი აა ქულა ნოლი კარგი ბატონო საჩუქარი ოღონდ უსარგებლო ჭა სხვისი ჭა რატოა უსარგებლო ნოლი ქულა ხვის რა ეზოში მნიშვნელობა თუ გაჩუქეს ხო შენია უკვე ის ჭა ხო მაგრამ უნდა იარო სხვა სოფელში 300 კილომეტრის იქით რომ წყალი სოფელში და ჭა არ არის უსარგებლო ნივთი თქვენ ჭოკი აი ის ჭოკის ხტომელების ჭოკი. რატო გადახტები ჭას ოკეი რა 15 ქულა ნოლი ჭაში ჩადებ მოათადე ჭოკი არის აბსოლუტურად რამ უსარგებლო ჩაგაწერია ჭა სიმღერა ჩვენ ვამბობთ ჭირიმე შენი ჭირიმე აუ ეს მაგრებს იძახის ალალა ჭი ხო ხო არის ახლა არის. სურგული და რა ვქნათ ახლა უთხარი მისამღერი შეიძლება დასაწყისი შეიძლება სახელი შეიძლება ეს კიდე ნებისმიერ ადგილს იმიტომ რომ ეგეთი მაგრამ მისამღერები ისიც გვაქვს. გითხარი რომ თუ ამ ნაწილიდან შეიძლება სიმღერის იდენტიფიცირება არ გეთვლება მითხარი ხო ჩაგეთვალა აბარა თქვენ ინდი ყველის ჭამა ო მიყვარ 10. 10 ახლა აი ამ ორ რაღაცაში 10.5 მიაწერე ვა გამოვადნე რაღაც 12 დაიწერე იმიტომ რომ აშკარად ეხა უფრო მეტი კერძი ინფორმაცია იყო მაინტერესებს რა უწერიათ კერძი ოღონდ საახალწლო თქვენ ამბობთ ჭადი საახალწლო კი ახალწლო ჭადი კი საახალწლო ჭადი საახალწლო რა კი ანუ კონკრეტულად საახალწლო კი ჭადი საახალწლო კარხალი ტყემალში. 10 ქულა დაიწერე ორივე მიყვარს იმას რომ ჭადი და ყველი ეთქვა შეიძლება კიდე 12 ქულა მიმეს მარტო ბატონო წამყვან ჭადი და ჭყინტი ყველი აუ და ჭარხალი თელ ტყემალში. ისწია ხემალში ორივე ჭზია ქონდა ის გემო რო იგზნო. ერთი წამი 10 11 11 ქულა ნახე რა გამოვადნე ყველი აშკარად იყო ერთი ქულა შემდეგი სადღეგზელო ოღონდ არააუცილებელი ჭაბუკებს გაუმარჯოს. მე თქვენი რა არის? მე არის ჭიათურელი მაღაროელებით დაწყებული ყველა მშრომელ კაცს გავუწევ ჭიათურაზე ხო 0 დაუწერეთ და რო გავიხსენოთ ეგ ფაქტი. არა აქ სამგზელო აქ ეხა სხვა ეხა დაიწერეთ 30 ისაა 10 12 აი ეს ერთი ქულა ამოვკაჭერი ეს ოხ
აბა დავაჯამოთ ეხლა და გადამწყვეტი 50 45 45 ჩვენ რამდენი თქვენ გამოგვიდგა ჩვენ ეგრე მარტივი დასაჯამებელია 35 რამდენი 35 35 ორი ქულა დაიწერეთ თქვენ და 5-ით 5 გამოვიდა ხო მოდი დავამატოთ სუნიანები ახალი წელი ესე მეგობრულად კი არ უნდა ადამიანი მოვიდა მოსაგებად მოსაგებად რომ მოსულ ლალალას კი არ იმღერა ვაი რა მე რატომ ვიყურებ თამაში დამთავრდა ფრედ მაგრამ შენ მოიგე შენ ზუსტად ამას ვაუდებოდი აუცილებლად დიდი მადლობა ყველას გილოცავთ კიდე ერთხელ გუნდებს რა ერქვა თუ გახსოვს რა თქმა უნდა მშობელთა კრება ბაქტერიოფაგი კი ბატონო და აბა იმას რა ერქვა თავი რო უნდა გაყო და სურათი გადაიღო ტანტამარესკა სწორია ნახვამდის მატორ გილოცავთ ჩვენ შევხვდებით ერთ კვირაში ნახვამდის